ნოღაიდელის შემდეგ ბურჯანაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მოსკოვში ედინა ერასიასთან შეხვედრებისათვის ემზადება რუსეთის დედაქალაქში. ბურჯანაძე დღეს გამთენისას მიუნხენის გავლით გაფრინდა. ვიზიტის წინ ბურჯანაძეს არ დაუკონკრეტებია თავად ვისთან გეგმოს შეხვედრებს, თუმცა მოკლე სატელევიზიო კომენტარში ბურჯანაძემ ოპოზიციის სხვა ლიდერები გააკრიტიკა და თქვა, რომ მათგან განსხვავებით დიდი პოლიტიკით არის დაკავებული. ვინ როგორ აფასებს პოლიტიკურ სპექტრში ბურჯანაძის მოსკოვურ ვოიაჟს და რატომ საუბრობენ თბილისში სამშობლოს მოღალატეთა რაოდენობის ზრდაზე, ნახეთ ქეთი კაშიკაშვილის სიუჟეტში. მე კი ვარ ტუროპერატორი, ვინც აწესრიგებს მოსკოვში, ასე ვთქვათ, ხალხის გზავრობის თქვათ და იქ შეხვედრებს. ტუროპერატორი არა, მაგრამ გზის გამკვალავი ნამდვილად აღმოჩნდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის შემდეგ რუსეთში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ჩადის. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მოსკოვში ვიზიტის მთავარი მიზანი დიდი პოლიტიკის კეთებაა. მოვლენები ნოღაიდელის სცენარით ვითარდება. ბურჯანაძე პუტინის პარტიასთან შეხვედრას მართავს. მე მივდივარ ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტი, დაკავებული ვარ დიდი პოლიტიკით. მაშინ როცა ზოგი მერის არჩევნებით არის დაკავებული და ხელისუფლება კიდე არის დაკავებული ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარით, მე დიდ პოლიტიკას ვაკეთებ. ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს ქართული ოპოზიციის ნაწილი არაერთგვაროვნად აფასებს. ის, ვინც კრემლში ყველაზე სასურველი და ხშირი სტუმარია პოლიტიკური პარტნიორის გადაწყვეტილებას რუსეთის ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს, სწორნაბიჯად აფასებს, თუმცა კრემლთან თანამშრომლობის ექსკლუზივს არ თმობს. საქართველოს ნებისმიერმა მომავალმა ლიდერმა თუ უნდა რომ ჩვენი პრობლემები მოგვარდეს, რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს. საქართველოს რუსეთის ურთიერთობები უნდა იყოს ნორმალური იმისთვის, რომ საქართველოს გაერთიანების და განვითარების შანსი დაიბრუნოს. არავის და ვერავის ვერ შეიძლება ჰქონდეს ექსკლუზივი რუსეთთან ურთიერთობაზე და არავის არ ექნება რუსეთთან ურთიერთობაზე ექსკლუზივი. ოპოზიციის აზრი ამ შემთხვევაში სწორად გაიყო. ნოღაიდელის ოპონენტები ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბურჯანაძემ ნიღაბი ჩამოიხსნა და მას რუსულ სპეცსამსახურებთან ღიად თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. იმას, რომ ბურჯანაძე რუსეთში დიდი პოლიტიკის საკეთებლად გაემგზავრა, ცინიკურად აფასებენ რესპუბლიკელებიც. ასეთ შეხვედრები იმართებოდა დახურულად აქამდე. ეხლა ყველამ ჩამოიხსნა ნიღაბი და ძალიან ღიად თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან დიდ პოლიტიკის გასაკეთებლად. დიდ პოლიტიკას აკეთებდა საქართველოში სერგო ორჯონიკიძე, მეორა ხელაშვილი, გუდუ მდივანი, რომლებიც ბორიზნევაზე თავარი არ დამავიწყოს ეს ადამიანი, რომელიც შემოუძღვა მე-11 არმიას. ნინო ბურჯანაძის დიდი პოლიტიკა ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ 6 წლის განმავლობაში და მაინც და მაინც მოხიბლული არც მე ვარ და არც ეს ქვეყანა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მინდა რომ ეს იმედი გამიმართლდეს, რომ მეორე კადრს პუტინის კაბინეტში ჩვენ არ ვნახავთ. მე ვთვლი, რომ არ შეიძლება, როცა ქვეყანა არის ოკუპირებული, როცა ოპოზიციაში ვართ და არა გვაქვს არანაირი ბერკეტი, არ შეიძლება რომ ჩვენ დავიწყოთ მოლაპარაკებები. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ბურჯანაძე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ნინო ბურჯანაძე დიდი სახლის, პატარა დიასახლისობიდან გადავიდა პატარა ქვეყნის დიდ პოლიტიკოსობაში და მთავარია, რომ გზაში არ დაკარგოს ქვეყნის ინტერესები და იმედია არ დაკარგოს. გაზაფხულის აქციების დროს რუსეთში ნინო ბურჯანაძეს საქართველოს მომავალ პრეზიდენტად მოიაზრებდნენ. ამ მხარდაჭერა მაშინ ნინო ბურჯანაძეს აქციებზე გარკვეული სტიმულიც მისცა. როგორც ჩანს, პრეზიდენტობის ამბიცია მას ამ დრომდე არ განელებია. ხვალ ნინო ბურჯანაძეს პუტინის პარტიაში ელოდებიან, თუმცა სხვაგვარი მოლოდინი აქვს დამოუკიდებელ ექსპერტებს. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის ლანძღვა და ამის სანაცვლო დანარჩენი მსოფლიოსგან რაღაც მილიონების და მილიარდების მოლოდინი უპერსპექტივო აღმოჩნდა. ახლა ვხედავ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ერთი მეორეს მიყოლებით ზურგს აქცევენ ამ ანტირუსულ პროპაგანდას და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის გზებს ეძებენ. ვინც ამ პლატფორმაზე დგას, ჩვენთვის პარტნიორი ხდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ არა ცალკეულ პოლიტიკოსებს, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკას. ეს იგივეა 1943 წელს შეერთებული შტატების სენატორი მესამე რაიხის დედაქალაქში რომ გაფრენილი იყო ჰიტლერის რეჟიმის ხელმძღვანელობთან შესახვედრა და ვერმახტთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება დაედო, როგორც ეს ნოღაიდელმა გააკეთა. ეს ღალატია. ვერავინ იფიქრებდა, რომ ნინო ბურჯანაძე ამ განწირულ გზას დაადგებოდა. ამაზე მთავრდება არა მხოლოდ მისი პატიოსნება და რეპუტაცია, არამედ მისი პოლიტიკური კარიერაც. ბევრ ნაძირალას უნდა კრემლის სატრაპი გახდეს, როდესაც მთლიანად საქართველო რუსეთს შეუერთდება, მაგრამ ეს არასოდეს მოხდება. ნინო ბურჯანაძე არ ამხელს ვინ მიიწვია ის მოსკოვში. თუმცა ფაქტია, რომ გამგზავრების წინ დაანონსებული დიდი პოლიტიკის კეთებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რუსეთის დედაქალაქიდან იწყებს.